დაიწყო შეხვედრა დაიწყეს მედგრად მასპინძლებმა და პირველივე წუთზე იყო აქ გოლის გატანის შანსი, გადარჩა გაგრა გაშვებულ გოლს აშკარად. პირველივე წუთებზე შეეძლოთ მასპინძლებს ანგარიშის გახსნა, კიდევ ერთხელ განმეორებით გვაქვს ეს მომენტი და შეგვიძლია ვნახოთ თუ რა მოხდა სინამდვილეში. გაგრელთან გოლკიპერი სიაპანაო გამოსვლაზე თითქოს შეცდა. დარტყმა მოისრაფიშვილის და ძელმა იხსნა ჯერჯერობით გაგრა გაშვებული გოლისგან. ყველაზე სახიფათო მომენტი პირველ ტაიმში, რომელიც შეექმნათ მასპინძლებს იყო მოისრაფიშვილის გასროლა აქ. დარტყმა ვიხილეთ. ოქრიაშვილის კოტლიაროვი იღებს ამ ბურთს, რა თქმა უნდა, სახიფათო იყო მომენტიც. თითქოს პენალტს ეძებდა მეტოქის საჯარიმოში. გეგეჭკორი რაც არ გამოუვიდა, შემდეგ კარგად აუარა გვერდი ფაღავას, ჩააწოდა დარტყმა და 1-0. გაგრა გადის წინ, მაინც გაიტანა დავით გოცირიძემ თავისი გოლი ამ შეხვედრაში. 0-1 გაგრა დაწინაურდა. ლევან გეგეჭკორი არის საგოლე გადაცემის ავტორი, რომელმაც ძალიან ეფექტურად ითამაშა მარჯვენა ფლანგზე, აუარა რა გვერდი იქ მცველებს და ზუსტი გადაცემა გააკეთა გამჭოლი საჯარიმოში. ნახეთ აქ ფაღავას დაუსხლტა გეგეჭკორი მარტივად და ესეთი ზუსტი პასი უკვე საჯარიმოში ძლიდან ასხლტილი ბურთი შეაგდო უკვე კარში დავით გოცირიძემ. ჩაწოდება და პენალტი ავაზაშვილი ნიშნავს ამ პენალტს. ცინცაძემ დაარღვია თამაშის წესები თუ გოცირიძემ, ნახოთ. დავარაუდოთ გოცირიძემ. ხო, დიდი ალბათობით პენალტი გაუქმდება. ხედავთ აქ. თითქოს ჯერ წაქცევას იწყებს დათუაშვილი. და შემდეგ ბოჭავს მას. ხო, რაღაცა ესე ჩანს. ყოველ შემთხვევაში ფეხზე კონტაქტი იყო თუ არა, არ ვიცი. გუნდის კაპიტნებს ესაუბრება ახლა გიორგი ავაზაშვილი, უხსნის ეპიზოდს, უხსნის თუ რა დაინახა და უხსნის რომ პენალტი გაუქმებულია. პედრო ანტონიო კარში დაარტყა და 2-0 ხდება ანგარიში. ეს უკვე განაჩენია სავარაუდოდ. კოტლიაროვი ბურთს ვერ შეეჭდა, პედრო ანტონიომ კი ყვითელი ბარათიც მიიღო და მიიღებს კიდევ ამ ბარათს. მაისური გაიხადა, კარგად ითამაშა ნამდვილად ბრაზილიელმა, ბრაზილიურად, ისე როგორც შეფერის თავისი ქვეყნის დროშას და ნახეთ აქ ფლანგიდან როგორ დაიძრა. პედრო ანტონიო გაუარა გვერდი მცველს და ზუსტად ფილიგრანული სიზუსტით შეასრულა ეს დარტყმა. გააყოლა ბურთი გეგეჭკორი, კარში დარტყმა აიღო კოტლიაროვმა. კუთხური იქნება თუ არა? არა, დაარჩინეს ბურთი, ფოთელებმა არ გაუშვეს კუთხურზე.